ლოცვა რომელიც დაუწესა უზნაესი ალლაჰი თავის მორჩილებს დღისი და ღამით 5 ლოცვა ეს 5 ლოცვა ყველაზე უდიდესია ერთმერთიანობის მერე ყველაზე დიდი საფუძველია თავჰიდის მერე ერთმერთიანობის მერე შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა აშენდა ისლამი 5 საფუძველზე შაჰადათი ლა ილაჰა ილალლაჰ ვა მუჰამმადურ რასულულლაჰ და ლოცვის შესრულება და ეს ლოცვის შესრულება არის ყველაზე დიდი საფუძველი ისლამში ერთმერთიანობის მერე ალლაჰის მიმართ უზენაესმა ალლაჰმა დაუწესა თავის მორჩილებს ეგ 5 ლოცვა დღისით და ღამით და ჩადო ამ ლოცვებში ძალიან დიდი ხეირი და ძალიან დიდი სარგებელი თავის მორჩილებისთვის და ასევე არის გადარჩენა და ასევე სიხარულის მიზეზი დუნიაში და ახირატში და ერთხელ იყო ნახსენები ლოცვა შუამავალის დროს ალლაჰის მშვიდობა იყოს მასზე და თქვა ვინც დაიცვა 5 ლოცვა იქნება მაგისთვის სინათლე და მოწმობა და გადარჩენა აღსასრულის დღეს და ვინც არ დაიცავს ლოცვას არ იქნება მაგისთვის სინათლე და არ იქნება მოწმობა და არ იქნება გადარჩენა მისთვის და იქნება წამსდგარი ფარაონთან, ხამანთან, ყარუნთან და უბე იბნ ხალაფთან ერთად. ანუ თუ არ დაიცავს ამ 5 ლოცვას, იქნება წამსდგარი ყველაზე დიდ ქაფირებთან ერთად. და ვინ უსურვებს თავისთვის, რომ წარსდგეს ამ ხალხთან ერთად, რომ იყოს აღსასრულის დღეს მაგის გვერდზე ფარაონი, ხამანი, ყარუნი და უბე იბნ ხალაფი. და ვინ უსურვებს თავისთვის ეგეთ რამეს და ვინც არ დაიცავს თავისთვის ამ 5 ლოცვას ის არის კმაყოფილი თავისთვის ეგეთი დასასრული ამიტომ ლოცვა მაგის ადგილი ძალიან დიდია არის როგორც პასუხი ღმერთისთვის და მისი შუამავალისთვის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა შეთანხმება რომელიც არის ჩვენ შორის და მაგას შორის არის ლოცვა და ვინც დაანება ჩაიდინა ქუფრი ამიტომ სავალდებულო ლოცვას აქვს ძალიან დიდი ადგილი